ფრონტის წინა ხაზზე მყოფ მებრძოლებს და მათ, ვინც ომისთვის ემზადება, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის იმედი აქვთ. მათი აზრით, ტრამპი არ მიატოვებს უკრაინას. მებრძოლებს სურთ ომის დასრულება, თუმცა მანამდე ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, შეიარაღებაა. Зброя. Україні потрібна зброя. იარაღი. უკრაინას იარაღი სჭირდება. თელმა მსოფლიომ იცის, რომ ჩვენ ნებისმიერი იარაღის გამოყენება შეგვიძლია. ვერ ვაწარმოებთ, ასე რომ მოგვეცით იარაღი. ამერიკის აწ უკვე მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეუძლია ამ ომის შეჩერება და ჩვენ ყველას გვესმის ეს. გარკვეული მიზეზები მას ხელს უშლის. შეიძლება ესაა დრო, შეიძლება სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია. ერთადერთი დახმარება, რაც მას ახლა შეუძლია, არის იარაღის მოწოდება, თუ კი ომს უცებ ვერ შეაჩერებს. ეს სერიოზული პოლიტიკაა, მე კი უბრალო მებრძოლი ვარ, რომლის ამოცანაც მტრის განადგურებაა. Він не може миттєво зупинитися. იმ დღეს, როდესაც დონალდ ტრამპი ვაშინგტონიდან კრემლსა და კიევს მოლაპარაკებების აუცილებლობაზე მიანიშნებდა, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 90 პლანირებადი ბომბი გაუშვა და საარტილერიო საშუალებებით 151 ჯერ მიიტანა იერიში ქვეყანაზე. პრეზიდენტი ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ ძალის ჩვენებით უნდა აწარმოონ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინთან როგორც თანასწორთან ისაუბრებენ, მას ვერ შეაჩერებენ.